კახეთში ფერმერების უმრავლესობისთვის სეტყვის საწინააღმდეგო ბადეები ხელმიუწვდომელია. არადა იგივე ენახებს სტიქიისგან იცავს. რა არის ამის მიზეზი? თემაზე ვრცლად ფერმერ გია ქიტესაშვილთან ვისაუბრებთ. გამარჯობა, დიდი მადლობა, რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. ბატონო გია, რა არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ფერმერები ვერ ამონტაჟებენ სეტყვის საწინააღმდეგო ბადეებს? დიახ, პირველ რიგში დავიწყოთ იქიდან, რომ ეს უკვე რამდენიმე წელია დაინერგა და მაინც გლეხობამდის მისული ბოლომდის არ არის ეს საქმე რა. მათ უფრო მეტი აგიტაციები უნდა, მეტი პრაქტიკულად უნდა გაკეთდეს ბევრი რამე. მთავრობა უნდა დაეხმაროს, თუმცა ამასაც ვიტყოდი, რომ ჩემ მეგობარს აქვს და მთავრობა დაეხმარა. პირველ რიგში მიზეზი ის არის, რომ ძვირიჭდება ძალიან იმის გაკეთება. სტანდარტები უნდა, ეს სეტყვა უნდა ძალიან კარგი იყოს, რა თქმა უნდა. და სტანდარტები, ეს სარებს რომ ეძახით, ბოძები უნდა იყოს ერთი სიმაღლის რაღაც 2 მეტრად თუ 3 მეტრა არის და დიდ შრომას მოითხოვს და დიდ თანხას მოითხოვს. ამაში რა თქმა უნდა სწრული შეიტანოს თავრობამ, დაეხმაროს გლეხობას და გლეხობა გაიგებს მე რომ თურმე რა სასარგებლო ყოფილა და მე თვითონ შეძლებს ყოველ შემთხვევაში თუ დიდი ნაკვეთებს ვერ შეძლებს პატარა ნაკვეთს 9 ჰექტარს ჰექტრიან ადგილს ნამდვილად დააფარებს. მე თვითონ მაქვს უნებაში რომ გავაკეთო 1 ჰექტრიანზე მაინც რომ დაცული იყოს, რამე რომ მოხდეს ძალიან ხშირია ასე თქვები ჩვენთან რა თქმა უნდა, რამე რომ მოხდეს რაღაც ნაწილი მაინც დაცული იქნება და ასე თქვა ხარჯების ფულს მაინც ამოიღებ და წაგებაზე არ დაჭდები რა და ამას ეს საქმე მივა გლეხობამდე და გააკეთებენ ალბათ ეს მომგებიანი იქნება ყველანაირად. თქვენ აღნიშნეთ რომ საკმაოდ ძვირიჭდება და თუ გაქვთ დაანგარიშებული 1 ჰექტარზე დაახლოებით რა თანხა არის საჭირო? უბრალოდ არ შემიძლია თქვა და ჩემ მეგობარმა მითხრა დაახლოებით 200.000 მაინც დაჭდება ჰექტარი. თუმცა ეს რა თქმა უნდა ეს დაახლოებითი არის რა. თუკი ყველაფერი თავიდან ბოლომდის გაკეთდება. და ზოგადად საუბრში დამთავრებულ ცეცხლები უნდა გაიღოს უპროცენტო. ან რაღაცაში დაეხმაროს რომ მივიდეს იმ დონეზე რომ გლეხი მიხვდეს რომ ეს კარგი არის და დადებითი არის და უფრო წარდგება მომავალში. ეს დაახლოებით 7-8 წლიანი არის ერთი ბადე რომ გაკეთდეს, 8 წელი რომ არ დაისეთქო და მოსავალს მიიღებ ყოველთვის და დაცული იქნება, რა თქმა უნდა, აუცილებლად მომგებიანი იქნება. თუ 1 ჰექტარზე დაახლოებით 200.000 ლარი ჯდება, ალბათ ერთეულებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. რა თქმა უნდა, პირველ რიგში უფრო ისეთი ხალხი, ვისაც ხელი მიუწვდება ამას. ნუ ახლა ვისაც ბევრი მიწები არის ესეთი შემთხვევებიც, რომ შეიძლება ბევრი მიწები აქვს, თქვა არის ახლა თუნდაც ჯუმლაყის სინამდვილე ნავიღოთ 40 ჰექტარი, 60 ჰექტარებიც არის. ნუ არ არის აუცილებელი რომ ყველა დააზღვიოს სუნთელი, ძალიან ძვირი დაჭდება და ის ნაწილი მაინც რომ დააზღვიოს 1 ჰექტარის ფარგლებში თქვა და რაღაც ჰექტარი ნახე 2 ჰექტარი მაინც, ამით დაზღვეული იმით მაინც იქნება რომ ხარჯი ამ ხარჯსაც ამოიღებს ამ წლების განმავლობაში და რა თქმა უნდა გადარჩენილი იქნება სეტყვისაგან და წაგებაზე არ დაჭდება როგორც ვთქვათ ასე ფერმერი და გლეხი. ბატონო გია, სულაც არ არის დიდ თანხებთან დაკავშირებული დაზღვევა და თქვენი შეფასებით რა მიზეზის გამო არ აზღვევენ ფერმერები მოსავალს? დიახ, აი ამაზე მე ბევრი მიფიქრია და ხშირად მე ფერმერებთან გლეხობასთან ვსაუბრობ. სიმართლე თუ უნდა გაიგოთ, უნდა ისაუბროთ გლეხობასთან ფერმერებთან, რომ ისინი პირდაპირ გესაუბრებიან და აი პირდაპირ არის, პირდაპირ ვიტყოდი, რომ არენდობა გლეხობა ფერმერები არენდობიან სადაზღვო კომპანიას. რატომ? იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ხდება ასეთი რამე და ისე თქვა ვენახი ატამი. აი ამ ერთი კვირის წელთან საუბარი მქონდა ერთ-ერთ ფერმერთან და იმასაც კი არა ზოგიერთი რა თქმა უნდა ეს ყველაზე არ იქნება, რომ ვრეკამ როცა სეტყვა მოვა და რამე იქნება, ვრეკამთო იქ და ტელეფონსაც კი არ იღებენ მიზან მიმართულათო რომ იციან რომ რაზედაც ვრეკამთო რომ დაზღვეული აქვს ამხელა თანხას გადახდილიო. ანუ გლეხობაში ნდობა არ არის ესა, ფერმერებში არ არის ნდობა და არ აზღვევენ ხშირ შემთხვევაში. არის შემთხვევები რომ მოვა სეტყვა რაღაც სტიქია იქნება, განადგურდება და ანაზღაურება არის ძალიან დაბალი, თუ კი მაგალითად დაიხარჯა იქ დაზღვევაში 20.000 თვითონ ფერმერებს აქვთ საუბარი ამაზე რომ თუ კი დაიხარჯავდნენ დაახლოებით იმ ძეს გინაზღაურებენ და სინამდვილეში არის სტიქიამ გააფუჭა 100% და გინაზღაურებენ დაახლოებით 50%-ს ნაკლებად რა და ეს არ უნდა გაკეთდეს. გლეხი არ არის უეშმაკო და ფერმერი ჩვენი ხალხი არის. ერთხელ საკმარისი ერთხელ მოვატყუოთ ფერმერი და გლეხი რომ ის უკვე აღარ გენტობა, დობა აღარ აქვს, აღარც კი გესაუბრება რომ შეეკითხები ამას არ გეტყვის სიმართლეს, იმიტომ რომ ის უკვე მოტყუდა ერთხელ. არ შეიძლება გლეხის მოტყუება არ შეიძლება ფერმერის მოტყუება, ვისაც საქმე აქვს მიწასთან და ამუშავებს ამხელა მიწებს ამხელა პროდუქციას აქვთ, იმათ უნდა გაუფრთხილდეთ აუცილებლად და მივცეთ ხარი რომ პროდუქცია შეიქმნას მეტი რომ რა თქმა უნდა ქვეყანა წინ წავიდეს. და ბოლოს ვისარგებლებ შემთხვევით და კითხავთ როგორც გამოცდილ ფერმერს რა მიზეზი დაზიანდა წელს ბლის, ალუბლისა და სხვა ხილის ბაღები.
ნამდვილად წელს ბევრი რამე დაზიანდა. პირდაპირ ვიტყოდი რომ დაახლოებით 50% საშუალოდ დაზიანდა ყველა მცენარე, აი დაახლოებით. თუ მაგალითად ატამი დაზიანდა 20%, სამაგერად ბალი დაზიანდა 90%, ალუბალი დაზიანდა 90%, გარგარი არის ეგეთი ჯიში არის სომხურჯეს ვიძახით 80% გაფუჭდა. ერთ-ერთი მიზეზი არის რა თქმა უნდა გლეხობა წამლაობას არაკლებს, არაფერს არაკლებს, იცის რომ თუ არ შეწამლის და არ დაახარჯებს თანხას, ის მოსავალს ვერ მიიღებს და უფრო ზარალზე დაჭდება. სტიქის ბრალი არის, კარგად გავიხსენოთ ამ ერთი თვისინათ რომ ორკვირიანი წვიმა იყო, ორი კვირა ყოველდღე წვიმდა თითქმის რა და ამან დააზიანა, გააცია მცენარე გაცივდა, ნაყოფი გაცივდა და უკვე რომ გახდა თხილის ტოლები, ეს თქვა ვაშლატამა და გარგარი და ისინი ცვენა დაიწყო და რაღაც გაანახევრა და ბალი უფრო ადრეულ იმაში ბალი შემოდის ადრეულა ბალი დაახლოებით ივნისის-მაისის 5-დან აი იმ დროს იყო ზუსტად ყინვამაც კი დაარტყა ერთი მომენტი ყინვაც იყო და ზუსტად იმ ერთმა დღემ საკმარისი ერთი ღამე რომ ყინვამ დაარტყას განსაკუთრებით როცა ყვავილში არის ამ დროს ძალიან სუსტი არის მცენარე, ანუ ყვავილში დგება ცოტა წყალი, მერე გაიყინება და უკვე ფუჭდება თითქმის 100%. ბალბლები გაფუჭდა 80-90% და წარმოიდგენთ რა მდგომარეობა დღეს ბაზარზე, კილობალი 20-25 ლარი 40 ლარებშიც კი გაიყიდა, ასეთი ძვირია, ასეთი ფასები აქვს და ზეგანაც აღნიშნე რომ ამიტომ გლეხობას ხელი უნდა შეუწყო, თუ კი თავრობას შეუძლია სხვა რა თქვა დაზღვევის საბავშვი რომ მოსავალი მეტი მოიყონოს. ნუ კარგი მდგომარეობაა დღეისათვის არის ასეთი ჯიში იტალიური ვაშლატამა ზებრა ატამი არის ასეთი ისინი ნორმალურად მოსავალი ნორმალური არის და ალბათ თუ კიდე რამე არ მოვიდა ზევიდან გლეხი ისარგებლებს ფერმერი ისარგებლებს და კარგი იქნება ყველაფერი. დიდი მადლობა რომ მიიღეთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა. მაყურებელს შევახსენებთ რომ ჩვენი სტუმარი იყო ფერმერი გია ქიტესაშვილი.